მომშვიდობისა. დღეს არის 25 დეკემბერი და არის ჩემი დაბადების დღე. დღეს გავხდი 28 წლის. განსაკუთრებული საოცარი გეგმები არ მაქვს, მაგრამ ვიფიქრე, რომ დავაფიქსირებდი დღევანდელ დღესაც და განახებთ მოკლედ, როგორ გავატარებ ჩემს დაბადების დღეს. სახალხო საჩუქრების შოპინგი თითქმის დავასრულეთ. ერთი საჩუქარი დამრჩა საყიდელი და დღეს მივდივარ მოლში და იმედია მოვახერხებ რომ ვიპოვო. ახლა დავრეკე სალონში. ვიფიქრე რომ ჩავიდოდეთ, მას ავევარცხნით სალონისთვის, მაგრამ არ იყო ადგილი. მე მგონი ჩემი სტილისტის დღეს ისვენებს, საერთოდ ხუჩავეთობდი ისვენებს ხოლმე თუ სწორად მახსოვს, მაგრამ მაგასაც დაურეკავ ალბათ 12-ის მერე, 12-ზე იხსნება ეგ სალონი. და ბოლო თუ ვეღარ ჩავეწერებ ისევ ჩემით და ისონით გავიკეთებ ვარცხნილობას. ხა ისეთ განსაკუთრებულს არაფერს არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, უბრალოდ საერთოდ მინდოდა რომ self-care მომენტი ყოფილიყო, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნო არის თმის დავარცხნა სალონში და ყოველთვის ძალიან კარგად გამოდის ხოლმე და ვიფიქრე რომ დღეს გავიკეთებდი, მაგრამ არა უშავს. შედეგს დაახლოებით იგივეს ვიღებ ხოლმე და ისონითაც უბრალოდ ნაკლები შრომა მჭირდება და ეგ არის, მაგრამ მოკლედ რა გაიწყობა. ზოგადად ეს სახელმწიფო პერიოდი ყოველთვის ესეთი არის ხოლმე, ფრჩხილებზეც ძალიან დიდი ხნით ადრე ვეწერები ხოლმე. ფრჩხილებიც გავიკეთე, მე მგონი ამის გადაღება დამავიწყდა, მაგრამ არა უშავს, ესეთი სადა ოდნავ ბრჭყვიალა ფერი არის, უფრო ხოდანაც განახებთ, მე მგონი არ ჩანს. ძალიან ასეთ ბრჭყვიალებს ნუნებს არ ვიკეთებ ხოლმე, მაგრამ ფორმაც ძალიან კარგი აქვს და აქაც ძალიან ყოფილი ვარ. როგორც დავაკვირდი ზოგადად, აი უფრო მკვეთრი ფერები როცა მისვია, მაგალითად წითელი ან რამე სხვა ფერი მით უმეტეს ძალიან მალე მბეზრდება და ესეთი ფერი არასდროს არ მბეზრდება და დიდი ხანი იძლებს თან საკმაოდ, იმიტომ რომ ჭხილი როცა იზრდება, მაშინაც არ იტყობა დიდად რომ გასაკეთებელია. წავედით ახლა სითიმოლში. დაბადების დღეზე ერთ-ერთ საჩუქრად მივიღე სითიმოლის ბარათის საჩუქრა და ცოტა წავიშოპინგებ, ნახოთ თუ რამე ისეთი განსაკუთრებული შემხვდა და დამიძახა. და სხვა გზა არ მექნა, ვიყიდოთ. ასევე ჩემს მინდა ვიყიდო საჩუქარი. მე თან უნდა ვჭამოთ და მე ტორტზე გავიაროთ. და ჩემი საყვარელი ტორტი არის მადას ხილის ტორტი. მარწყვის ტორტი უფრო კონკრეტულად. მაგრამ ხილისაც კაია. ვერ მივედით სითიმოლამდე, ისეთი ამბავი იყო. საცუქში ვიდექით ძალიან დიდი ხანი და თან ჩაკეტილი ქონდათ ჩასასვლელი პარკინგის. ხა ვიყავით საბოიში, ვისაუზმეთ. და მივდივართ მადაში ტორტის საყიდვად. და მე წავალ ცოტა მოგვიანებით სითიმოლში. არ ვიცი შიგნითაც რა სიტუაცია იქნება, იქიდან გამომდინარე რომ მანქანებია სავარაუდოდ ტენვა არის და ჭკულეთვა. და არ ვიცი რამდენად ღირს, მაგრამ მაინც მინდა რომ გავხსეინო და მაინც წავალ ალბათ. წელს გადავწყვიტე რომ ყველა სანთელზე თითო სურვილი ჩამეფიქრებინა, რომელიც მინდა რომ 2026 წელს ამიხდეს, ანუ ჩემი ცხოვრების 28 წელს. თუ სწორად მახსოვს 10-12 სანთელი იყო დაახლოებით შეკვრაში და ყველა სანთელზე ჩავიფიქრე სხვადასხვა სურვილები. ეხლა ამ ვიდეოს რო ვუყურებ, ძალიან მოწყენილი სახე მაქვს, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ძალიან კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, რომ მომიფიქრებინა ყველაფერი და ეგრეთ წოდებული მანიფესტაცია გამეკეთებინა შემდეგი წლისთვის. ვნახოთ იქნება 2026 წლის 25 დეკემბერს მოგიყვეთ, რა ჩავიფიქრე ამ დღეს და რა მიხდა. იმედია ყველაფერი. Ба. ჩავიფიქრე სურვილი. დივი. შემოვედი სითიმოლში. სპეციალური ხალხია და იმედია რაღაც და აი მარიამის საჩუქარი. ზოგადად მარიამის
მარიამანაც მათ გადაბედების დღეზე ეგ გვაქვს და მე unboxing-ს გადავიღებ სახლში. ეხლა დაგვრჩა ჩემი საჩქარი მარიამისთვის. და კიდე რაღაცები და მაგდალებს სიარულს ოღონდ საშინელება ხდება სიტიმოლშია ის კოშმარი მართლა. ეს ფეხსმარი არ ვიყიდა და მირჩიეთ მიბრუნდა თუ არა, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, მაგრამ თან მილიონი ფეხსმარი მაქვს და არ ვიცი რა ვქნა. მაგრამ ეხლა გამოვედი აბუსანიდან და ვიწყებ მოწესრიგებას საღამოსთვის. გადავწყვიტე რომ ჩავიცვა ეს კაბა. არის მოკლე და გრძამკლავიანი და თან ჩავიცვა შავ კოლკოტს და შავ გუსლიან ფეხსაცმელს, მაგასაც განახებთ. და მოკლედ გავიკეთეთ ახლა შესაბამისი მაკიაჟი. ვფიქრობ, რომ ალბათ შავი თვალი არა სმოუკი აი უფრო მოუხდება ამ ვარიანტს მიუხედავად იმისა, რომ წითელი პომადა ძალიან მინდოდა რომ წამესა. ვფიქრობ, რომ ეს ამ ლუკისთვის უკეთესი იქნება მოკლედ მუქი ფერის თვალის მაკიაჟი და ეგ გავაკეთოთ. თმაზე არ ვიცი ჯერ რას ვიზავ. იდეაში მინდოდა რომ დაისონით დამეხვიაოდნავ, თუმცა ისევ და ისევ ამ ლუკისთვის მე მგონი უფრო მეტად სწორი თმა მომეწონება. მაგრამ მიგეც ვნახოთ და დავიწყოთ ახლა გამზადება. ესე გამოიყურება თვალის მაკიაჟი, ლაინერი დავამატე უბრალოდ და გადავინაწილეთ ჭრილები, არაფერი განსაკუთრებული მეტი არ მქნია და ახლა შეგვიძლია უკვე სახის მაკიაჟიც გადავიდეთ. მოკლედ ჩემი მაკიაჟი დასრულდა, ერთ-ერთი რაც დარჩა არის პომადა და ახლა ვიფიქრე რომ ძალიან ლაითად, ისე რომ დიდად არ იდღობოდეს რომ პომადა მისვია, გადავისმე უბრალოდ კონტურს და ვნახოთ როგორ მგონი ცოტა ტურსაცხიც უნდა. მიქსი. ესე უფრო მომწონს მე მგონი. ერთ-ერთი რაც ვფიქრობ არის ქვედა კუთხეზეც მომერწავის ვაფრთხარი. მე მგონი კი. რაღაცა აკრია თითქოს თვალს ესეთი შეგრძნება მაქვს. მე მგონი სწორი გადაწყვეტილება იყო. ესე ბევრად მომწონს ახლა ოდნავ გავყენდავ რომელი მაკიაჟის. ეხლა დაგვჭა თმა და თმაზე ვერ ჩამოვყალიბდი როგორ მოვიქცე. სწორი მირჩევნია თუ დახვეული. აი გავიშროთ და ვნახოთ რომელი მომეწონება საბოლოო ჯამში. მოკლედ, დღევანდელი აუთფიტი ესე გამოიყურება, რატომღაც ბოლო წამს გადავიფიქრე ბრალკავის ჩაცმა და ესეთი ლუკი ავეწყე. ძალიან მომწონს, მგონი არ ვუხდება დღევანდელ სიტუაციას, სადაც მივდივართ და თან პირველად მოცვია ესეთი აუთფიტი. ეს არის ნიკას პიჯაკი, რომელიც მოუყარე. შიგნიდან უბრალოდ ბაზად მოცვია შავი გადაბოლო და შავი ზედა და ეს პირველად ჩანთაც მგონი არა ძალიან მოუხდა. საბოლოო ჯამში ესე გამოიყურება მოკლედ ჩემი დამატების დღის აუთფიტი. ესეთი ტაქსიდო სტილის პიჯაკია, ძალიან მომწონს. ვერ მივედით ბოლომდე მანქანით, იმიტომ რომ საშინელი ამბავი ხდება ნაძვისხის გამო. და თან გადაკეტილი ქონდათ გზა და ეხა ფეხით ავდივართ, თან ნაძვისხასაც ვნახავ. So thank you for coming. We're going to play a mix of a lot of different kinds of music for you. We hope you like it. Thank you.
მისცა. გუშინდელი დღის, ესე ვთქვათ, გაგრძელება გადავწყვიტე დღეს, იმიტომ რომ საკმარისი მასალა არ მქონდა და ვიფიქრე, რომ თან დღეს განახებდით ჩემი საჩუქრების ნაწილს, რომელიც მივიღე დაბადების დღეს. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა გუშინ. ალბათ ნახეთ კადრები, მაგრამ ვიტყვი, რომ ვიყავით ჯაზ კლუბში, რომელიც გაიხსნა ტელეგრაფის სასტუმროში. ძალიან მომეწონა, პერფორმანსიც გადასარევი იყო, სიტუაციაც ძალიან კარგი იყო და ზუსტად ისეთი იყო, მოკლედ როგორიც მინდოდა. წელს შედარებით და საკმაოდ ვიწრო წრეში აღნიშნე ჩემი დაბადების დღე. ზოგადად არც ვაპირებდი არაფერს, თუმცა ესეც იყო საჩუქარი ჩემი ოჯახის წევრების და წავედით მოკლედ ჯაზ კლუბში ამის აღსანიშნად, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად. გავხდი 28 წლის, რაც არის სიგიჟე, ვერ ვიაზრებ ჯერ, რომ ესე მალე გადის დრო, ძალიან ცნაურია ჩემთვის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაყოფილი ვარ ძალიან გუშინდელი დღის. როგორც გითხარით, საკმაოდ ვიწრო წრეში აღნიშნე დაბადების დღე წელს, ამიტომ ბევრი არაფერი არ მაქვს საჩვენებელი. თუმცა გუშინ მოლში სიარულის დროს რაც ავარჩიეთ, ამას განახებთ. ეს არის ჩემი დის საჩუქარი დაბადების დღისთვის. ზოგადად ძალიან დიდი ხანია მინდოდა სათვალე, არა, ესე ვთქვათ, ნომრიანი, რომელსაც გავიკეთებდი კომპიუტერთან მუშაობის დროს. ძალიან მომწონს, აი ულამაზესია, ვიდეოში არ ჩანს, ესე მგონია, იმიტომ რომ ირეკლავს შუშა. მაგრამ ძალიან ლამაზია და ძალიან, ესე ვთქვათ, მჭირდებოდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ეკრანთან, ტელეფონთან, კომპიუტერთან და ასე შემდეგ და ყოველთვის ძალიან მეძაბება ხოლმე თვალები, შესაბამისად ძალიან მჭირდებოდა, მოკლედ დამცავი სათვალე, რომელიც არის განკუთვნილი სპეციალურად ეკრანებისთვის. შევიძინეთ ამ მაღაზიაში. არ ვიცი თუ იკითხება, არ ვიცი როგორ გამოვთქვა ეს სახელი, შევიძინეთ City Mall-ში. სტენდი იყო Times მაღაზიის წინ. და მოკლედ ძალიან მაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს დას. ფორმა ძალიან მომწონს, მგონია რომ ყველაზე მეტად ესეთი ფორმა მიხდება მაინც. მზის სათვალეებშიც კი უმრავლესობა ესეთი cat-eye ფორმის მაქვს და მოკლედ ძალიან მაყოფილი ვარ. ასევე გუშინ მოლში ვიზიტის დროს ავარჩიე დეირჩევის საჩუქარი. რაღაცა ისე გამოვიდა, რომ თითქოს ყველა საჩუქარი მეცთან ავარჩიე, მაგრამ ესე მისჩვენია ალბათ, იმიტომ რომ ზუსტად ის არის, რაც მინდოდა. პალტო მჭირდებოდა. წელს მივხვდი, რომ შედარებით მუქი ფერის პალტო არ მაქვს, მაქვს ერთი თეთრი და ერთი წითელი. და ესეც ცუდამინდში, წვიმაში, ტალახში და ასე შემდეგ ვერ ვიცმენ ხოლმე ვერც ერთს. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემეძინა კიდევ ერთი პალტო. ამასთან ერთად შავი ფერის კურტკა რაც ქონდა, ისიც გამიფუჭდა და მოკლედ მუქი ფერის არანაირი მოსაცმელი არ მაქვს. შევარჩიე ეს პალტო, რომელიც არის გრძელი ძალიან. აქვს თავისი კამარი და არის ულამაზესი. რაღაცნაირად თითქოს ცოტა 90-იანების სტილი არის, იმიტომ რომ ხრებიოდნო ამოწეული აქვს. მაგრამ ზუსტად ეგეთი მინდოდა, რაღაცა ბაბუაჩას და ბებიაჩას რო ეცათ ხოლმე, დაახლოებით ეგეთი სტილის, ესე ვთქვათ, პალტოა. ძალიან თბილია ამასთან ერთად, გუშინ მეცვა, ვიდეოში შეიძლება შეამჩნიეთ კიდეც და ძალიან გაყოფილი ვარ მოკლედ ამ საჩუქრისაც და არის ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა. იგი, როგორც გუშინ გითხარით, არის City Mall-ის ვაუჩერი, რომელიც გონია, რომ არის იდეალური საჩუქარი რეალურად და თან ამასთან ერთად მე პირადად შოპინგი და მაღაზიებში სერვული ძალიან მიყვარს და გარდა იმისა, რომ საჩუქრად მივიღებ იმ ნივთებს, რომლებსაც შევიძენ, ასევე მივიღებ იმ experience, რაც არის მაღაზიებში სერვული და რაღაცების არჩევა და მოკლედ ძალიან მიხარია და ერთი სული მაქვს, როდის წავალ საშოპინგოდ, რომ გამოვიყენო ჩემი საჩუქარი. გუშინ სიარულის დროს
რაღაცები შევეთვალიერე, თუმცა იმდენი ხალხი იყო და ისეთი არეულობა იყო, გემრიელოდ მოკლედ ვერ მოვახერხე რომ მეშოპინგა და ამიტომ შემდეგ ვიზიტზე სავარაუდოდ ახალი წლების მერე გავალდა რაღაცებს ავარჩევ და გაგიზიარებთ თქვენც. და შემდეგი საჩუქარი არის ამოინი, ალბათ ესე იკითხება, რომელიც საჩუქარი შემოდეიდაშულმა და არის ულამაზესი ყელსაბამი. არ ვიცი ვიდეოში რამდენად გამოჩნდება, იმიტომ რომ გუშინ ფოტოც გადავუღე და არ ჩანდა საერთოდ. აქვს სხვადასხვა ფერის თვლები, მწვანე, ვარდისფერი და თეთრი და არის ულამაზესი. მოდი ახლა გავიგეთებ და დაგანახებთ თან ის არის როგორი არის. ესე გამოიყურება, ძალიან ორიგინალური ფორმა აქვს, ძალიან მომწონს და თან ეს ფერებიც ძალიან მომწონს. ძალიან გვაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს, ძალიან ორიგინალურია და ვიცი რომ ძალიან ხშირად გამოვიყენებ ხოლმე ამ ყელსაბამს. ეს ბრენდი სხვათა შორის არ გამიგია არასდროს, თუმცა ნამდვილად ძალიან ლამაზი ყელსაბამია და მე თვითონაც აუცილებლად ვნახავ სამომავლოდ. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. მე ძალიან გმაყოფილი ვარ ჩემი დაბადების დღის და ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც განსაკუთრებული გახადა. არა მარტო ჩემი დაბადების დღე, არამედ ზოგადად ჩემი ცხოვრება. ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და მოკლედ იმედია რომ შემდეგი წელი 2026 იქნება ძალიან ბედნიერი მომენტებით სავსე. თუ მოგეწონათ ვიდეო და თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ასევე დაალაიქოთ და დააკომენტაროთ ეს ვიდეო და შეხვედრამდე.